მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ კვლავ საუბარს, დღეს ჩვენ აუქციონზე ვილაპარაკებთ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დანიშვნის თაობაზე. პირველი აუქციონი, მეორე აუქციონი და საბოლოოდ იპოთეკით დატვირთული ლიფტის სეკვესტრი, ანუ სიმართვის საკითხები. მუხლის 306 მეორე პრიმა. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარების შესახებ არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას. განცხადებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი, სპეციალისტის სახელი და მისამართი, აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი, უძრავი ნივთის საწყისი ფასი, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა. განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლება აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე. აუქციონის პირობები. ეს მოთხოვნა უნდა იყოს განცხადებაში. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თუ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება სპეციალისტის მიერ, მხარეებს იგი აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ეს არის წერილობითი შეტყობინება, ამას ითვალისწინებს საპროცესო კოდექსი. გავმარტავთ აღნიშნული ნორმა სამართლებრივ სარჩოში სვავს აუქციონის ჩასატარებლად მოსამზადებელ ღონისძიებებს, რომელიც უნდა განახორციელოს მხარეთა კრედიტორისა და მოვალის მიერ ერთობლივად შერჩეულმა სპეციალისტმა. იმავდროულად განსაზღვრავს აუქციონის ჩატარებისათვის განცხადების გამოქვეყნების პირობებს და მხარეთა სათანადო წესით აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების პროცედურას. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, პრესით, რადიო და ტელევაუწყებლობით, რითაც გარდა უშუალოდ კრედიტორის, იპოთეკარის პირადი მოვალის, მესაკუთრის და მესამე პირების აუქციონზე მოიზიდება ნებისმიერი სურვილი პირი, რომელსაც ესე იგი აქვს სურვილი შეიდინოს აღნიშნული ნივთი და გააჩნია შესაბამისი, რა თქმა უნდა, ფულადი სახსრები. ამასთანავე საჯაროდ აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გაკეთება, რომელიც თავისთავად გამომდინარეობს დემოკრატიულობის პრინციპიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კანონის იმ მოთხოვნას, რომ არ შეიძლება კრედიტორის პირდაპირ მფლობელობაში გადავიდეს იპოთეკით დატვირთული ნივთი. მუხლის 306 მესამე პრიმა. აუქციონის ჩატარების წესები. სპეციალისტი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან, რომელიც არგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება. აუქციონზე სპეციალისტი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება. თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს, კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება უძრავ ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შესახებ. სპეციალისტი მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის პირობებს. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან განცხადების შეტანიდან 1 თვის ვადაში. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ იქნება, სხვა წინადადება არ იქნება, ასე ვთქვათ, იმ საწყის ფასთან დაკავშირებით. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. ფასის ბოლო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის მიერ თანხის სრულად დაფარვას აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს უძრავი ნივთის საწყისი ფასის 1/1000-ს. საბანკო გარანტიის პირველადი ბენეფიციარი არის კრედიტორი. განმარტავთ, აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია აუქციონის ჩატარების კონკრეტული სპეციალური წესები,
და პირობები, რომელთა დაცვაც აუქციონის ნორმალურად წარმართვისაკენ არის მიმართული. ამავდროულად, მასში მონაწილე სუბიექტების ფინანსური შესაძლებლობის უძრავი ქონების შეძენის უნარიანობა ჰქვია ამას ფინანსური შესაძლებლობის საკითხსაც განმარტავს აუცილებელი მინიმუმი 1/10 საწყისი ფასის, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს აუქციონში მონაწილე პირების მიერ. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა. მუხლის 306 მეხუთე პრიმა. აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესის დამოწმება სავალდებულოა. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება გადასახდელი თანხა 1 კვირის განმავლობაში შეიტანოს სპეციალისტის სადებოზიტო ანგარიშზე. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგენილი იქნეს თანხის გადახდის სხვა წესიც, რაც წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული აუქციონის დაწყებამდე. განკარგულება ცხადდება აუქციონზე. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენის საკუთრების უფლება წარმოეშვება მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო აღნიშნული უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ უძრავ ნივთზე. მუხლის 306 მეექვსე პრიმა. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება. თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადებოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას, სპეციალისტი აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს, რაც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად. განმარტავთ ამ ნორმაში მოიაზრება წინა 306 მეხუთე მუხლის მეხუთე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უძრავი ნივთის შემძენმა სრულად უნდა დაფაროს გადასახდელი თანხა სპეციალისტის სადებოზიტო ანგარიშზე მისი შეტანით. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტი აუქმებს თავის განკარგულებას.